მოგჩენია თოდესმე კითხვა, რატომ რჩებით იმ ურთიერთობაში, რომელიც გაზიანებთ? ზუსტად იცით, რომ უბედური ხართ, იცით, რომ ეს კავშირი ენერგიას გაცლით და ის ადამიანი არასდროს შეიცვლება, თუმცა მაინც რჩებით. სცადეთ წასვლა. საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ რაღაც ყოველთვის უკან გეკაჩებათ. რატომ? რა არის ის, რაც ტანჯვაზე ძლიერი აღმოჩნდა და წასვლის საშუალებას არ გაძლევთ? პასუხი სხვა ადამიანში არ ეძებოთ. საქმე იმაში არ არის, რომ მან იმდენად კარგად მოახდინა თქვენზე მანიპულირება, რომ გადაწყვეტილების უნარი დაკარგეთ. არც იმაში, რომ ისე ძლიერ გიყვართ, წასვლა შეუძლებლად გეჩვენებათ. და არც იმაში, რომ ოდესღაც ყველაფერი კარგად იყო და გგონიათ, რომ ისევ გამოსწორდება. სინამდვილეში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რაც ამ ურთიერთობამ თქვენში გააღვიძა, რაც თქვენში გააძლიერა და ამოქმედა. შეიძლება ფიზიკურად დისტანცირება შეძლოთ, მაგრამ თქვენში რაღაც მაინც უკან ბრუნდება. კარგ მომენტებს გახსენებთ, ცუდს კი ამართლებს და გაფიქრებინებთ, იქნებ კიდევ ერთხელ მეცადა. პრობლემა არასდროს ყოფილა მხოლოდ ურთიერთობა. პრობლემაა ის ფსიქოლოგიური ბმა, რომელიც შეიქმნა. ბმა იმდენად ძლიერი, რომ ის თქვენს აღქმას ცვლის და გაიწულებთ შეეგუოთ იმას, რასაც ოდესღაც დაიფიცებდით, რომ არასდროს მოითმენდით. ტოქსიკური ურთიერთობა მხოლოდ ჩხუბი, ტყუილი და მანიპულაცია არ არის. ეს არის გაუცნობიერებელი მოდელები, ძველი იარები, რომლებიც არასდროს შეხორცებულა. მარტოობის შიში, აღიარების მოთხოვნილება და გაურკვევლობისა და იმედის მანკიერი წრე. თქვენ ადამიანის ტყვე კი არ ხართ, არამედ იმ შეგრძნებების, რასაც ეს ურთიერთობა თქვენში იწვევს. სწორედ ამიტომ მხოლოდ დაშორება საკმარისი არ არის. მაგრამ კმარა, ეს ვიდეო არ არის იმისთვის, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოთ. არც იმის სარქმელად, რომ სუსტი ხართ ან ნებისყოფა გაგლიათ. პირიქით, ეს ვიდეო დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რა ხდება სინამდვილეში. როცა აცნობიერებთ, თქვენ იბრუნებთ კონტროლს, ხოლო წასვლა მხოლოდ კონტროლის დაბრუნების შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ თქვენი რომელიმე ნაწილი თავს ხაფანგში გრძნობს, ეს ვიდეო თქვენთვისაა. ბოლოს თქვენ ზუსტად მიხვდებით, რატომ მეურდება ეს წრე და რაც მთავარია, გეცოდინებათ, როგორ გაარღვიოთ იგი. რატომ ვებმებით ამ მახეში? რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ტოქსიკურ ურთიერთობებში ეხვევა? სხვები კი ახერხებენ წავიდნენ და უკან არასდროს მოიხედონ. პასუხი იმაშია, თუ როგორ ვსწავლობთ სიყვარულს. სიყვარული არ არის რაღაც, რაც უბრალოდ ხდება. ის ყალიბდება და შენდება. იმისთვის, რომ გაიგოთ, რატომ ხართ ასე მიჯაჭვული მასზე, ვინც გткენთ, უნდა ვისაუბროთ ფუნდამენტურ ცნებაზე, მიჯაჭვულობაზე. დაბადებისთანავე ჩვენ ვეძებთ კავშირს. ადრეულ ასაკში ჩვენი ტვინი პროგრამირდება, რომ უსაფრთხოება და კეთილდღეობა იმ სითბოს დაუკავშიროს, რომელსაც ვიღებთ. თუ ჯანსაღ გარემოში ვიზრდებით, ვსწავლობთ, რომ ურთიერთობა უსაფრთხო და სანდოა. მაგრამ თუ სითბო არეულია სიცივესთან, უარყოფასთან, არასტაბილურობასთან ან ძალადობასთან, ჩვენი გონება სულ სხვა რამეს სწავლობს, რომ სიყვარული მერყევია, არაპროგნოზირებადია და მის დასამსახურებლად ბრძოლაა საჭირო. თუ გაიზარდეთ გარემოში, სადაც სიყვარული და ტკივილი განუყოფელი იყო, თქვენმა გუნებამ ეს დინამიკა გაითავისა. ეს ნიშნავს, რომ როცა ხვდებით ადამიანს, რომელიც მუდმივად კარგად გიქცევათ, ის შეიძლება მოსაწყენად, ხელოვნურად, ან თუნდაც ყალბად მოგიჩვენოთ. მაგრამ როცა ხვდებით მას, ვინც სითბოს დოზირებულად გაწვდით, ერთ დღეს გაღმერთებთ, მეორე დღეს კი გაიგნორებთ, თქვენი ტვინი ნაცნობ მოდელს ცნობს. ის ამ გაურკვევლობის ციკლს იმასთან აიგივებს, რასაც ბავშვობაში სიყვარული ერქვა. ეს არის ემოციური მახის საშიშროება. თქვენ მხოლოდ ადამიანი კი არ გიყვართ, არამედ მიჯაჭვული ხართ იმასთან, რასაც ის თქვენთვის განასახიერებს. ის თქვენში აღვიძებს ძველ, ნაცნობ სურვილს და ამტკიცოთ, რომ ამჯერად მაინც იქნებით საკმარისად კარგი.
რომ ამჯერად სიყვარული გაიმარჯვებს, რომ ამჯერად უარყოფა აღიარებად იქცევა. სწორედ ამას მივყავართ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებასთან, დაკარგვის შიშთან. როდესაც თქვენი მიჯაჭვულობა გაურკვევლობაზეა აგებული, ამ ადამიანის დაკარგვის იდეა აუტანელი ხდება. არა იმიტომ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, არამედ იმიტომ, რომ გრძნობთ, ეს ისტორია უნდა დაასრულოთ, უნდა დაამტკიცოთ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეგიძლიათ და რაღაცნაირად დაარწმუნოთ ეს ადამიანი მოგცეთ ის, რაც ყოველთვის გინდოდათ. მაგრამ აი სიმართლე, თქვენ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ. ეს ურთიერთობა არ არის თქვენი სიყვარულის უნარის ტესტი. პრობლემა თქვენში არ არის და არც გამოსავალია სხვა ადამიანში. ამ მახიდან თავის დაღწევის პირველი ნაბიჯი იმის დანახვაა, თუ რა ხდება სინამდვილეში, რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ. თუ კონტენტი მოგწონთ, დაუჭირეთ მხარი გვერდს და გამოიწერეთ არხი.